ხვალ გვაქვს ყრილობა კიდევ ერთი მოგეხსენება ჩვენ დაგვიხარვეზეს და ისეთი გიჟური ხარვეზები გვითხრეს რომ საერთოდ მოლოდინი კი იყო რომ რაღაცა ფეხის დადებას ეცდებოდა უბრალოდ რაღაცა ლოგიკაში ხო უნდა ეცადო და ჩააჯინო პროცესები არა პრეტენზიები მათ შორის ახლა მე ვკითხულობდი შემოდიოდნენ იქ ოცნების გამправებლები და ცდილობდნენ რაღაცა ეპრავებინათ ხო და ეს რაღაცა გაპრავების ცდილობები რო იყო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ალბათ არ ვიცი რაღაც სააზროვნო აპარატმა რაღაცა ხარვეზი მისცა ერორი ამოაგდო რაღაცას ცდილობდნენ და ეს მოიფიქრეს მოდი გადავხედოთ ამათ ბოლო წესდება დადეთ რანაირი გაქვს შევადარებთ ოცნებასთან და იქნებ უკეთესი იურისტები აიყვანოთ ან რა არის რაღაცა სპეციალურად ხომ არ თვითონ იგონებენ რაღაცა ანუ ჩვენ თვითონ ვუჩალიჩებთ რომ თავი იპიარონ და ასეთი სინდისო დებილობები ანუ ის წარმოუდგენელია ამ ქვეყანაში ის შეუძლებელი სცენარია რომ ოცნებას რადგან არ აწყობს ჩვენაირი ძალა ხელს უშლის ეგ გამორიცხულია ჩვენ თვითონვე ჩვენ თავს ხელს ჩვენ თვითონ არ უშვებს ხო აბა საკუთარი თავის ჩათლახებას ხო არ აღიარებ ხო და მათ პრობლემა ის არის რომ ნახეთ რო შებრძანდეთ ეგ დოკუმენტები დევს საჯარო რეესტრის პორტალზე ანუ განცხადება რომ შედის იქ იტვირთება და აი ვისაც ეგ ეჭვი გაქვთ აი შედით და ადარეთ 24 საათი 7 დღე კვირაში ადარეთ ჩვენი წესდება ოცნების აი როგორ გავაკეთეთ კიდევ ერთხელ გამომწი აი ესე მონიტორი ხო იყო კლავიატურა ხო კონტროლ A-ს დავაწექით რომ იცოდეთ მე ან მოინიშნა მთელი ტექსტი მე კონტროლ C-ს დავაწექით ეგეც რომ იცოდეთ და მე გვერდით გადმოვიდა კონტროლ V-ს დავაწექით მე რომ გადმოვიდა ტექსტი და შევცვალეთ დასახელება ამოვიღეთ საპატიო თავმჯდომარე იმიტომ რომ ჩვენ ბიძინაევიჩვილი არ აყავს ეგ თუ არის ხარვეზი და მაგიტო არ გუშვებთ არ ვიცი ვინმე ადამიანს ვიპოვით სახელად ბიძინაევიჩვილს სახელი და გვარი რომ ემთხოვდეს და მაგას დავნიშნავთ საპატიო თავმჯდომარე თუ მარტო ეგ არის ხარვეზი ეგ არა გვაქვს ვაღიარებ ეგ არა გვაქვს დაახარვეს ეგ არ დაუხარვეზებიათ მაგრამ თუ მაინც ეგ არის ხარვეზი რომ მაგასაც რამეს მოვიფიქრებ და დაგვიხარვეზეს რომ თქვენი ბეჭედის ესკიზი არ შეესაბამება აღწერილობასო და აღწერილობაც და ბეჭედის ესკიზიც იყო პირდაპირ გადმოკატავებული ოცნები და უბრალოდ ლოგო იყო ჩვენი ჩასმული და დასახელება იყო ჩვენი ჩასმული ოცნების დასახელების და ლოგოს მაგივრად თორე აღწერილობა იყო ერთნაირი და ეხლა რას ვაპირებთ იცით ხალხო აი საქართველოს კანონმდებლობა იძლევა საშუალებას რომ ბეჭედი საერთოდ არ გქონდეს და ამოვიღებთ აი ემთხვევა არ ემთხვევა მაგ ჭმუნვისგან საჯარო რეესტრს გავანთავისუფლოთ რადგან ასეთი სუბიექტური კრიტერიუმით დაახარვეზეს რადგან ადამიანის აღქმის იმაზე ვართ აღქმებზე ვართ დამოკიდებული მანდედან გამომდინარე გადავწყვიტეთ რომ საერთოდ არ წასძლიოს კიდევ ოცნება აი ასეთი ძიმე დარღვევების მიმართ არ გამოიჩინოს თავისი ბუნება და გადავწყვიტეთ რომ საერთოდ ამოვიღოთ ეგეთი მეორე იყო რომ შოთას ტელეფონის ნომერი შოთასია და ეგ აიღე ეგ ცნობა რომ შენი ტელეფონის ნახე მან რა ხდებოდა ჩემი ტელეფონი რა შუაში ეგეთ თქვათ პარტიის დოკუმენტაციაში იქ მიუთითეთ ბლანკზე ტელეფონის ნომერი პარტიის და პარტიის ტელეფონის ნომრად მე მიუთითე ჩემი ტელეფონის ნომერი და დავწერე თანხმობა იმის შესახებ რომ მზადა ვარ ჩემი ტელეფონი დაუთმო პარტიას გამოყენებისთვის და ეს რო წარმოადგენთ ეს დოკუმენტაცია მეორე პრეტენზია ბეჭედის შეუსაბამობასთან ერთად ესკისთან ბეჭედის ვიზუალის იყო შენი ტელეფონი რო შენია რომელიც სულ ეგ ტელეფონი მაქვს და ყველა სტრუქტურაში თუ სადმე რამე დამიტოვებია ტელეფონი მათ შორის რეესში ეგ ტელეფონი მაგ ტელეფონს ტოვებ ხოლმე აი ეგ ტელეფონი ნამდვილად შენია მაგისი დამადასტურებელი დოკუმენტი არ დაურთეთ დოკუმენტაციას აი წარდგენის დროს ოღონდ ეგ როგორი მოთხოვნა იცი აი პარტიები რომ დაურეგისტრირებიეთ არაერთ იურისტთან ქონდა კონსულტაციები მაგ მომენტში რომ შექონდა და ეგეთი რაღაც არავის არ გაუგია საერთოდ არც მოსვლია ასრად ეგ ნონსენსია რომ შენ ტელეფონი რომ შენია ბლანკზე რო წერია იქ ნომერი ეგ აუცილებლად უნდა წარგედგინა მაგისი დოკუმენტაცია და ყველაზე მაგარი ხარვეზი რაც გვიპოვეს ჩემი საყვარელი ხარვეზი ამ ხარვეზებს შორის ხალხი ხომ მოვიდა წინა ყრილობაზე
და გვიწერია რომ დელეგატებმა აირჩიეს დაუშვათ საბჭო დელეგატებმა ერთხო 300-ზე მეტმა დელეგატმა გითხრეს რომ სიტყვა დელეგატი არ იხმაროთ. არა და აი ყველას აქვს სიტყვა დელეგატი გამოყენებული. და აი საერთ პარტიას თუ ვინმე არეგისტრებს სიტყვა დელეგატს იყენებს, ამასმა დელეგატმა აინჩია, ვთქვათ, ესა და ეს ფიგურა, ეს საბჭო და ასე შემდეგ, ყველა მასე იყენებს. რატო იყენებს მაგას ვთქვი? საერთაშორისო მაგ პოზიციას, მაგ ადამიანი რომ მაგ პოზიციაზე მაგას ყველგან ქვია დელეგატი. აი მაგალითად ამერიკაში რო ტარდება პარტიული შეკრებები და შიდა ასე ვთქვათ არჩევნები პრაიმერისები, გინდა რესპუბლიკურ და გინდა დემოკრატიულ პარტიებში, მაგ ადამიანებს დელეგატი. ყველაზე შესაბამისი სიტყვა, რაც კი არსებულა იმ პოზიციასთან, აი საფრანგეთში რო პარტიული ყრილობები, მანდაც დელეგატი. არა, მეცაც გეტყვი, კაცო, აი ჩვენ ვინ რომელი იურისტებთანაც გავიერთეთ კონსულტაციები ან რომელი იურისტებიც აკეთებდნენ თელ ამ დოკუმენტაციას, მათ აქვს დარეგისტრირებული არაერთი პარტია. ანუ ოცნებამ გაუტარა რეესტრში და ყველგან დელეგატი იხმარეს სიტყვა და ეხლა ჩვენ გვითხრეს მესამე პრეტენზია იგი იყო, რომ სიტყვა დელეგატი არ უნდა გეხმაროთ, უნდა გეხმაროთ 300 კაცისგან შემდგარი ჯგუფი. ხო და ეხლა ხალხო, ამოვიღეთ. ბეჭედი აღარა გვაქვს. აფშე ბეჭდის გარეშე აცი ბეჭდოთ ვიმუშავებთ ჩვენ მარტო ხელმოწერა იქნება კანონი მაგის საშუალებას იძლევა გადავამოწმეთ. ანუ ერთი საერთოდ გაქრა, ერთი პრეტენზია. შოთა მაგერ აიღო ის მისი ტელეფონის ნომერი რომ მისია მაგისი ცნობაც აგერ მოვიტანეთ და მან რავი ამოვიღებთ ამ დელეგატს და ჩავწერთ ხალხის ჯგუფს და პრობლემა კიდე რაში არის იცი აი რაც გვითხრეს ეხლა ხვალე რა ყრილობასაც ჩავატარებთ ყველა ეგ პრეტენზია იქნება განულებული აი ყველაფერი რაც დაგვიხარვეს აუცნებამ იქნება განულებული და უნდა დავამატო ერთი რაღაცა ეხლა ხარვეზებს რომ ხარვეზები არ არის, მაგრამ კაია ოცნება ხო ჩათვალო ხარვეზები. ეხლა ყველაფერს აღმოფხვრით დავჭავ. ეხლა რო სხვა რაღაცა დაგვიხარვეზო, ეგ როგორი რაღაცა იქნება, იცი? ანუ რამე ხარვეზის პოვნა თუ კიდე შეგეძლო, აი ეხლა ამ ერთთან ერთად ხო უნდა გეტყვა, რომ აი ესეც გამომისწორე. რახან სხვა არაფერზე ხარვეზი არ დაგვიდგინეთ, ესე იგი ნიშნავს, რომ სხვა ყველაფერი სწორად ქონია ჩაბარებული, ხო? აბა, რატო არ გითხარი? ეგ რა თქმა, ეგ კანონით იკრძალება, უნდა ეთქვათ. ანუ ახალი ხარვეზის მოძებნა კანონით იკრძალება. ანუ ჩვენ რო მივეცი დოკუმენტაცია, შეისწავლეს მთელი დოკუმენტაცია, ყველაფერი გაიარეს და გვითხრეს. ეს სამი პრობლემაა თქვენს დოკუმენტაციაში და გაძლევთ 10 დღიან ვადას. რო გამოასწოროთ. რო გამოასწოროთ, ეს 10 დღიანი ვადა გულისხმობს იქ ძალისხმევას, ხალხის შეწუხებას, ხალხის მოყვანას, ფინანსურ ტვირთის გაღებას ხო? ანუ წესით 10 დღეში ვერ უნდა მოგვესწრო და ვერ უნდა ჩაგვეტარებია ყრილობა, მაგრამ აგერ ვასწრებთ და და კანონით არ შეიძლება ეხლა რაღაცა დაემატოს. კანონი გულისხმობს, რომ თუ რამე იძებნებოდა და ხარვეზი გითხრა და 10 დღიან ვადას გაძლევს, უნდა მოეცა ყველაფერი. ანუ ეხლა არის სიტუაცია ეგეთი ხალხო რა. ეხლა როგორ დაგვიხარვეზეს, იცი, აი 90-იანებში ადამიანისთვის შარის მოდება რომ უნდათ და კომპასი რატო არა გაქვთ, ანუ ეგეთ რაღაცაზე რომ შარს კიდევდნენ, ხო? ეგრე ხო დაგვახარვეზეს და ეხლა როგორი სიტუაცია კომპასი ამოვიღეთ. კომპასიც მოვიტანა, აი რავი, აი რაც კი შეიძლებოდა შარი, ყველაფერი ამოწურეთ და ეხლა კიდე თუ არ დაგვარეგისტრირეს, ეგ სინამდვილეში არის, აი უბრალოდ სახელმწიფოს მხრიდან განცხადება, რომ ოფიციალურად თქვენზე ვარღვევთ კანონს. აი პირდაპირ ეს უნდა დაწერო, რომ თქვენზე ვარღვევთ კანონს, აგერ თქვენ დოკუმენტი, რომ კანონს ვარღვევთ თქვენზე. ეგ საბუთი უნდა გასცეს მაშინ უწყება. კი, ეხლა შემდეგი ეტაპი მდგომარეობს იმაში, რომ აი როგორც აღნიშნეთ უკვე დახარვეზების გამოსასწორებლად ბრჭყალებში ხარვეზების 10 დღე ხო მოგცა საჯარო რეესტრმა. და ამ ჩვენს დოკუმენტაციაში აღმოაჩინეს მხოლოდ ეს რაღაც აბსურდული სამი შეცდომა ბრჭყალებში ესეც შეცდომაც. დანარჩენი შინაარსობრივი ვერაფერი ვერ იპოვეს. და როგორც უკვე შოთამ თქვა, ანუ კანონით იგზალება მათ, ეგზალებათ რომ ეხლა რო შევიტანთ და ამას გამოვასწორებთ. კიდე რაღაც სხვა იპოვონ აქამდე არსებულ დოკუმენტაციაში, რაც ეხლა ვერ იპოვეს. ამიტომ უბრალოდ მოუწევთ მათ, ან უბრალოდ არ დარეგისტრირება, ანუ აი პირდაპირ უხეშად. ანუ მეტი სხვა ალტერნატივა არ ხარვეზი იქნება არ მევასე. ხო, ანუ აი ან პირდაპირ კანონის უხეში დარღვევით, კონსტიტუციის უხეში დარღვევით უნდა ვათქმევინოთ, რომ აი ჩვენ საერთოდ უკანონოდ ვიქცევით და კანონს ვარღვევთ, ან ეგ შედეგი უნდა მივაღებინოთ მათ, უნდა ვაღიარებინოთ. ან უნდა ვაიძულოთ
რომ კანონის დაცვით დაარეგისტრირონ ჩვენი პარტია. აი ეს ორი ამოცანა გვაქვს ჩვენ ახლა დასახული. სხვა აი რო კიდევ რაღაცა დახარვეზების შანსი მათ უბრალოდ არ აქვს. აი ეს იყო ერთადერთი მათი მხრიდან გასროლა, გაწელვის თვალსაზრისით, აი დროის მოგების თვალსაზრისით. ეხლა ჩვენ ამ ხვალინდელი ყრილობის შემდეგ ამის საშუალებას მათ არ მივცემთ და ხელისუფლება იძულებული იქნება კიდევ ერთხელ განმეორდები. ან პირდაპირ გითხრას რომ ჩვენ კონსტიტუციას ვარღვევ და ამიტომ არ გარეგისტრირებთ, ან პირიქით მოუწევთ დაკმაყოფილება და რეგისტრაციაში გატარება. აი ესაა ჩვენი ტაქტიკა. საერთოდ მნიშვნელოვანი რა არის რა? აი ხა რატო ახსენა ეს ოცნების გამправებლები, რომლებიც სრულიად ჩათლახურ მიზეზებს ცდილობენ რაღაც მოეჭიდონ, რომ ბოლო რაღაცა წესიერი იურისტი მონახეთ, ან სპეციალურად ხომ არა წარმოადგენენ რაღაცა დარღვევებს და თავს ახარვეზებინებენ იმისთვის, რომ თავი იპიანონ, ხო? რატო აკეთებენ მაგას? იმიტომ რომ დიქტატორი ვარ, კანონი ფეხებზე მკიდია. ეს ხალხი მძევლება დავიყვანე და ახლა ჩემი ფეოდალური სამფლობელოა ეს ყველაფერი. მას ეს საკითხის დაყენება და ანუ ჩემი ძალაუფლებისთვის ვიბრძვი და აქ მორალი აღარ ვრცელდება. ის კომფორტულია ეგეთი პოზიცია. ხო, ეგ არის არაპოპულარული პოზიცია. ეგ არის პოზიცია, რომელიც მაგის გაправებაზე თუ მიდიხარ, ძალიან დიდ დაზიანებას იღებ. როგორც ინდივიდი, რომელიც არის რაღაცა ხელისუფლების გარშემო ტრიალებ და ცალცახა ხდება, რომ უბრალოდ ამორალური არსება ხარ, რომელიც ყველაფერს გააправებ და ყველაფერს იკადრებ და ეხლა ეგ სტატუსი არავის არ უნდა. ისე ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ფეოდალად ფორმდება და ფეოდალების მხარდაჭერა, პრობლემური პოზიციაა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან არის მნიშვნელოვანი. ან იქამდე უნდა მივიყვანოთ, რომ აი უბრალოდ ჩათლახის გარდა ვეღარ აპრავებს ჩვენ მიმართ დამოკიდებულებას. და რა პრეტენზიაა, მაგას ვერ ასახელებს, ან კანონთან რა პრეტენზია გვაქვს, დოკუმენტებში რა პრეტენზია არსებობს, ჩვენ პოლიტიკაში რა პრეტენზია არსებობს ჩვენ პოლიტიკასთან, ხო? ამას ვერ ასახელებს და უბრალოდ საკითხს ეგრე აყენებს, რომ რავი გერევით და ჩვენია ეს ქვეყანა და ეგრეა რა და არ გვაინტერესებს რა, ფეოდალები ვართ და აი ჩათლახობაზე მივიდივართ. ან მასზე მოუწევთ საკითხის დაყენება, ეგ უნდა ვაიძულოთ, ან უნდა ვაიძულოთ, რომ გაგვატარონ. არგუმენტი და ეგრე თავის გამოდებილების საშუალება, რომ თვითონ ხوار იმას აქნეს დაიხარვეზეს თავი იმისთვის, რომ გაიპიარონ თავი. თვითონ მაგის საშუალება არ უნდა მივცეთ. აი 3 პუნქტი ხო ჩამოწერეს. და აი ვიღაცა ხო ისე იშტერებს თავს, რომ ეგ 3 პუნქტი არ წაიკითხა და ამას წერს. ვეღარც ერთი ვეღარ უნდა ჩამოწერონ. ან იმდენად აბსურდული უნდა იყოს რაღაცას, რომ ჩაწერს, რომ აი შეურაცხყოფელი ჩათლახობა უნდა იყოს მასეთი რაღაცის გაправება და მარტივი ეხლა არის აი ნაბიჯ მივდივართ იმ მდგომარეობამდე, რომ მათთვის ჩვენი დახარვეზება სულ უფრო რთულდება. ეგ ხო უფრო აი ხა მაგალითად შევიტანეთ დიდი დოკუმენტაცია ერთი თვის წინ, ხო? ეხლა იმ დიდ დოკუმენტაციაში რას გამოჩხრეკენ და რას არა, ჯერ არ იცი, ხალხის მოლოდინი არის, რომ შეიძლება მანდ ბევრი რაღაცა იყოს პრობლემური. ხალხმა ხო არ ჩაუხედია, არ შეუსწავლია იურიდიული რაღაცა ნიუანსები შეიძლება არ იცოდეს. მაგრამ დაიდო უკვე პასუხი, რომ სულ 3 რაღაცა ვიპოვეთ, მეტი არაფერი. ყველაფერი დანარჩენი ამ 3 იდიოტური პრეტენზიის გარდა, ყველაფერი დანარჩენი რაც წარმოადგენს კონსერვატორებმა არის სწორი. ეხლა ჩვენ ბევრად კომფორტულ პოზიციაში ვარ, რომ ეს 3 უნდა გამოვრიცხო და ამ 3-ის გამორიცხვა ხდება შემდეგნაირად. ბეჭედის აღწერა არ მოგეწონა, აღარ გვაქვს ბეჭედი ამოვი. არც ასეთი ეგ პუნქტი დაქრა. გაქრა ეგ პუნქტი. შენი საბუთი უნდა და დაგერ საბუთი. საბუთი წავედით სატელეფონო მობილურის კომპანიიდან გამოვიტანეთ საბუთი, რომ ჩემი საბუთი არის ჩემი. აგერ არის ჩემია. მეორეც მორჩა. ხო? დარჩა მესამე თავისივე მოწერილი ფორმულირება უნდა ჩაგეწერათ 300 კაციანი ჯგუფი დელეგატების ჯგუფის ნაცვლად, ხო? კი ბატონო, დელეგატების ჯგუფს წავშლით, ჩავწერთ 300 კაციანი ჯგუფი. რაც მითხარი, ის დავაკოპირე. ხო, აქ ხო აღარ არსებობს არაფერი პრეტენზიის მსგავსი დადებადი, ხო? ამიტომ და თუ მაინც გვახარვეზებენ, რაც კანონით აღარ შეიძლება სამივე გაასწოროთ და რაღაც სხვა მოგიგონოს, ეგ უნდა დავაყენოთ თვალსაჩინო უნდა გავხადოთ. არ შეიძლება მისცე ის კომფორტის ზონა, რომ ვიღაცებს ძალიან არაკეთილსინდისიერ ხალხს, ოღონ თავს რო გამოიშტერებენ და ილუზიებს შეიქმნენ, მიივცეთ უფლება შეიქმნან ილუზიები და გათვლა რაზე იყო? გათვლა არის
უიმედობის დანერგვა ჩვენებში, რომ აი მაინც არ დაგვარეგისტრირებენ და მოდი დავიშალოთ. რაც შეიძლება მეტი გაჩნდეს ასეთი განწყობა და ეგ რა თქმა უნდა გამოწვევაა. მეორე გათვლა არის იმაზე, რომ ვერ მოასწრებ ალბათ ყრილობას, იმიტომ რომ ხა 400 კაცის და 350-400 კაცის შეკრება 10 დღიან ვადას რო გაძლევენ და იქიდან ერთ-ერთი პუნქტი ბეჭედის შეცვლა ისეთია, რომ ყრილობის შეკრება გიწევს და 10 დღიან ვადას გაძლევენ, ახლა ხო ხვდებით, ამ ქვეყანაში არ არის ბევრი პარტია, ვისაც ეგ შეუძლია მართლა რო გააკეთოს, აი ვერ მოედაო ხა რაღაცა ფურცელზე გააფორმა 350 დელეგატის თავს მოყრა რამოდენიმე დღეში მე არა სახუმარო ამბავი. არ 5 დღეში ხლა 350 დელეგატი საერთოდ ბევრ პარტიას საქართველოში არ აქვს. ხო, ეგ იყო მეორე გათვლა, რომ ვერ მოასწრებენ, იმიტომ რომ ახლა ნახეთ 10 დღიანი ვადა გაქვს. წინა ხუთშაბათს დაგვიხარვეს ეს ახლა. ხუთშაბათს და პარასკევს რო ვერ ასწრებ და გასაგებია, ხო? შენ აი შემდეგი კვირის განმავლობაში ჯერ უნდა ჩაატარო ყრილობა, მე ამ ყრილობაზე მიღებული დოკუმენტაცია უნდა შეადგინო, დაამუშავო იქ რაღაცა მთელი ეს პროცედურული დოკუმენტური ნაწილი დაამუშავო და შეიტანო იმაში რეესტრში, ხო? ეს უნდა მოასწრო ერთი კვირის განმავლობაში, სინამდვილე შაბათ კვირას უკვე ვეღარ ჩიგაქვს. ხო, აქედან გამომდინარე, ფაქტიურად შეიძლება გაიჭედო. ერთი გათვლა იყო მაგაზე, რომ ისინი ალბათ ან ყრილობას ვერ მოასწრებენ, ან რაღაცა უყრილობოდ შეეცდებიან გადავლას და კიდე ერთი გათვლა იყო, რომ ნუ ფინანსურად გაგჭედავენ, იციან რომ ჩვენ გვიჭირს, იციან რომ ფინანსურად ხალხი გვეხმარება და ფული ჯდება ეხლა ეს რეალურად ნოტარიუსის იურისტების მომსახურება, რეესტრში შეტანა, ეს ყველაფერი თანხებთან არის და მაგაზე მინდა რომ ორიოდე სიტყვა ვთქვა, მე მინდა რომ ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენ წინა გადაცემაში გამოთქმულ თხოვნას გამოეხმაურა, ძალიან დიდი მადლობა გითხრათ. ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით, რომ რა ფინანსური წნეხიც ახლა ამ ყველაფრის გამო ჩვენზე მოდის, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და გთხოვეთ დახმარება და ძალიან ბევრმა ადამიანმა, ეხლა მე რა თქმა უნდა ჩამოთვლას არ დავიწყებ, მაგრამ ყველამ ვინც გაიღეთ იქ ვიღაცებმა ძალიან ბევრი მოიკლეს, თავის ოჯახს მოაკლეს, თავის თავს მოაკლეს და ჩვენ დაგვიდგნენ გვერდით. ვიღაცას შეიძლება მიზერი ქონდა, აი ძალიან ცოტა, მაგრამ რაც ქონდა, იმით დაგვეხმარა და ყველას ძალიან დიდი მადლობა ხალხო. მართლა თუ რამის იმედი გვაქვს და თუ რაღაცაზე დგას ეს ჩვენი წამოწყება, ეს ხართ თქვენ. ამიტომ ჩემი სახელით, ყველა აქ ოფის სახელით, მთლიანად ჩვენი გუნდის სახელით ძალიან დიდი მადლობას გიხდით და სხვებსაც მოუწოდებ, რომ ვიაქტიუროთ. ეხლა აი ეს პარტიის რეგისტრაციის თემა ბოლომდე რომ მივიყვანოთ, მაგაში ეს ფინანსური დახმარება ძალიან გვჭირდება და მნიშვნელოვანია. და კიდევ ერთხელ, ყველა ვინც გვერდში დაგვიდექით და საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს მოაკელით და ამ საერთო საქმისთვის გაიღეთ, ძალიან ძალიან დიდი მადლობა.